სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა, როგორც გითხარით, 2020 წლის 26 აპრილს. ჩვენ ვართ 73 ნაწილზე და მალე დავამთავრებთ ჩვენ ამ ნაწილს. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, ხშირად სვამენ ამ კითხვას და ადრეც გაცემული იქნა პასუხი და კარგია რომ გავიმეოროთ. და ჯონ მაკარტურს შეიძლება კიდევ დრო კონდეს რამოდენიმე კითხვისათვის და კეითი სვავს ამ კითხვას, რა არის სულიწმინდის გმობის მიუტევებელი ცოდვა. ვცდილობ ჩემ შვილებს აუხსნა, მაგრამ არ ამგონია რომ ბოლომდე მესმოდეს. რა არის ეს? მადლობა კეითი, იქნებ ამაში ცოტა დაგეხმაროთ. ესე იგი კითხვა არის, რა არის ერთადერთი მიუტევებელი ცოდვა რა? რა არის ეს ცოდვა? ისეთი, რომელიც ვერ მიეტევება. ვიმეორებ, ერთადერთი მიუტევებელი ცოდვა არის ის, როდესაც შენ ქრისტეს არ იღებ და უარყოფ მას. ანუ არ გწამს მისი. იესომ თქვა ეს და რამდენიმე წუთის წინ ვახსენე. თქვენს ცოდვებში მოკვდებით და სადაც მე წავალ, იქ ვერასოდეს მოხვალთ. რატომ? იმიტომ რომ არ ირწმუნეთ. რომ არ მერწმუნეთ მე. ეს არის ერთადერთი მიუტევებელი ცოდვა. ქრისტეს არ მიღება. ნებისმიერი სხვა ცოდვა მიეტევება და მიტევება შესაძლებელია. შეხედეთ მოციქულ პავლეს. ის იყო ღვთისმგლობელი, ის იყო მკვლელი, ის იძლევა ამ ჩვენებას და მან მიიღო, მან შეწყალება. არსებობს მხოლოდ ერთი მიუტევებელი ცოდვა. არსებობს მხოლოდ ერთი ცოდვა, რომელიც არ მიეტევება. ეს არის იესო ქრისტეს უარყოფა. საბოლოოდ როცა ადამიანი უარყოფს და არ იღებს იესო ქრისტეს. და ზუსტად ამაზე საუბრობდა ჩვენი უფალი მარკოს სახარების მესამე თავში და ასევე მათების სახარების პარალელურ მონაკვეთში. და აი რა ხდება? ისრაელის ლიდერები, წიგნობრები, ფარისევლები ხედავენ იესოს სასწაულებს. ღვთაებრივი ძალის მასიური გამოვლინებას აქვს ადგილი. ისინი 3 წლის განმავლობაში ისმენდნენ მის სწავლებას გალილეაში, იერუსალიმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ეჯგვარეში რომ მისი სიტყვები და საქმე მისი ღვთაებრიობის, მისი მესიანობის და მისი იმის დასტური იყო, რომ ეს იყო აღთქმული მეფე, რომელიც ღმერთმა გამოაგზავნა. მაგრამ ნახეთ, რა დასკვნამდე მიდიან ისინი? ისინი ამბობენ, ის ამას აკეთებს სატანის ძალით. ხედავთ, ეს არის მათი დასკვნა. მათ შეხედეს მის სასწაულებს, მის წარმოუდგენელ სწავლებას, ყველა მტკიცებულებას და მაინც თქვეს, რომ ის ჯოჯოხეთიდან არის, რომ მას სატანა აძლიერებს. სულიწმინდის ნაცვლად მასზე თქვეს, რომ ის ბელზებულის ძალით არისო აღსილი. და იესომ უთხრა: ვაუ, ესე იგი თქვენ უკვე ჩაიდინეთ მიუტევებელი ცოდვა. თუ გქონდათ სულიწმინდის სიტყვების და საქმების სრული გამოცხადება, ყველაფერი გინახავთ, ყველაფერი გსმენიათ და მაინც ასკვნით, რომ ეს სატანისგან არის, მაშინ მე ვერასოდეს გაპატიებთ ამასო. მაგრამ რატომ უწოდა იესომ ამას სულიწმინდის გმობა? კითხვა იცმის. იმიტომ რომ მისი განკაცებისას, როდესაც ის მოვიდა სამყაროში, მან როგორც მორჩილმა ძემ უარი თქვა თავის ატრიბუტებზე, თავის თვისებებზე და რომ დამოუკიდებლად ისინი გამოიყენებინა. და მთლიანად თავი დაუმორჩილა სულიწმინდას. ესე იგი მესამე ჰიპოსტაზას, ხო? როდესაც მან თავი დაუმორჩილა მამის ნებას, ეს ნიშნავს, რომ მან თავი დაუმორჩილა სულიწმინდის მოქმედებას. გახსოვთ სახარების დასაწყისში ნათქვამია: იესო აღივსო სულით, სული გადმოვიდა მასზე და ის წავიდა ქადაგები და ასწავლიდა. გახსოვთ იოანეს ნათლობის დროს. ასე რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, ეს სულიწმინდის ძალით იყო მომხდარი. ყოველი ამის შემდეგ თუ თქვენ მხოლოდ იმას დაასკვით, რომ ეს სატანურია, ესე იგი თქვენ გმობთ სულიწმინდას, რომელიც მისი მეშვეობით მოქმედებდა. და თუ ეს არის თქვენი დასკვნა, რომ იესო სატანურია, ეს მიუტევებელი ცოდვაა. შემდეგ იესომ თქვა მათეს სახარებაში: ეს ცოდვა არ მიეტევებათ არც ამ საუკუნეში და არც მომავალ საუკუნეშიო. ეხლა რა ნიშნავს მომავალი საუკუნე? ეს არის სამეფო, 1000 წლეული სამეფო. როდესაც ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე, ის 1000 წლის განმავლობაში იმეფეს დედამიწაზე. ის ასწავლის, იქადაგებს, აუცილებლად კვლავ მოახდეს სასწაულებს და იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაშინაც კი უარყოფენ მას. და შესაძლოა მისი მაშინდელი ქმედებები სატანასაც კი მიაწერონ, როგორც ეს პირველად მოსვლისას გააკეთეს, როდესაც ის პირველად დედამიწაზე იყო. ასე რომ ეს მიუტევებელი იქნება მომავალ საუკუნეშიცო, ამბობს იესო. იმედია, კეით, რომ ეს დაგეხმარებათ და მადლობა თქვენ კითხვისათვის და მადლობა თქვენ მოსმენისათვის.